ადამიანთა უმეტესობა, რომელებიც წარმატებას ვერ აღწევენ, იმის მიუხედავად, რომ მიზანი აქვს დასახული, ეს იმის გამოა, რომ ისინი მინდობილნი არიან ერთ არასტაბილურ რამეს, მოტივაციას. ამ ვიდეოში აღიხსნით, რა უნდა გააკეთო იმ შემთხვევაში, როდესაც მოტივაციაზე ხარ მინდობილი. როგორ უნდა აქციო საკუთარი თავი უფრო შრომის მოყვარე და მობილიზებულ ადამიანად და როგორ უნდა აქციო პროდუქტიულობა და დისციპლინა გარდაუვალ რამედ. უნდა შექმნა სისტემა, რადგანაც მოტივაცია მხოლოდ გრძნობაა, რომელიც მოდის და მიდის. სისტემა კი სულ ჩვენთან არის, ის არ მიდის, ის მუდმივია. პირველი ნაბიჯი სისტემის შექმნისკენ. დაფიქრდი და განსაზღვრე. შენს თავში ჩამოყალიბდი თუ რისი მიღწევა გსურს რეალურად. რას გინდა რომ მიაღწიო? ჩამოაყალიბე შენი რეალური მიზანი, რომელიც ნამდვილად გსურს. რადგანაც როცა რამე ნამდვილად ჭეშმარიტად გსურს, მაშინ მზად ხარ რომ ამ რამისთვის მსხვერპლი გაიღო. ახლავე ან ვიდეოს ყურებას რო დაასრულებ, მაშინვე ადექი და მოიმარჯვე ფურცელ კალამი და ჩამოწერე ეს ყველაფერი. ჩამოწერე რომ მე მაქვს ის მიზანი, რომ გავხდე დაუშვათ კოსმონავტი, დაუშვათ აკადემიკოსი, დაუშვათ სკუბა დაივერი ან ოლიმპიური ჩემპიონი, იმ შემთხვევაში თუ სპორტში ხარ. თითოეულ მიზანს სჭირდება დანაწევრება და ეტაპებად დაყოფა. პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი, მესამე ეტაპი, სირთულის დამიხედვით. ანუ იმას გულისხმობ, რომ თავიდანვე დაუშვათ მეცნიერი ვერ გახდები, ანუ დღესვე მეცნიერი ვერ გახდები, დღესვე ოლიმპიური ჩემპიონი ვერ გახდები. პირველი ეტაპი უნდა განსაზღვრო, პირველი რეალურად მიღწევადი და შესაძლებელი ეტაპი, რომელიც რეალურადაა შესაძლებელი რომ განახორციელო. დაუშვათ იმ შემთხვევაში თუ გინდა რომ მეცნიერი გახდე, ეს პირველი ეტაპი იქნება, მე უნდა წავიკითხო 5 წიგნი მეცნიერების, კონკრეტულად კი ასტრონომიის შესახებ დაუშვათ. მეორე ეტაპი კი ის იქნება, რომ მე უნდა გავწევრიანდე მეცნიერების მოყვარულთა კლუბში, რათა გავიხმარო ჩემი ცოდნა და ასე შემდეგ. ეს შენ თვითონ უნდა განსაზღვრო. ამასთან დაკავშირებით თუ ვიდეოს ცალკე ჩაგიწე და ამ საკითხზე უფრო ცლად ვისაუბრებ. მეორე ნაბიჯი. როდესაც ვამბობ, რომ უნდა ჩამოაყალიბო და შექმნა სისტემა, მე იმას არ გულისხმობ, რომ 24 შვიდზე პროდუქტიული უნდა იყო. არა, სისტემის შექმნა იმას ნიშნავს, რომ შენ იმის მიუხედავად გაქვს თუ არა მოტივაცია, უნდა გააკეთო ის, რაც გასაკეთებელია და ის, რაც საჭიროა წარმატების მიღწევისთვის. ანუ დაუშვათ შენ ვარჯიშობ, მაშინ შენს თავში უნდა განსაზღვრო ასეთი რამ. მე იმის მიუხედავად მექნება თუ არა მოტივაცია, გავაკეთებ ამა და ამ რაოდენობით, ამა და ამ დღეს, ამა და ამ ხანგრძლივობით ვარჯიშს. ეს იქს რაოდენობა შენით უნდა განსაზღვრო, ისე რომ შეესაბამებოდეს რეალობას. ანუ მაგალითად ვარჯიშობ. ვარჯიშების რაოდენობა და ხანგრძლივობა ისე უნდა გადაანაწილო, რომ არ დაგქანცოს და რომ შეესაბამებოდეს შენს შესაძლებლობებს. დაუშვათ თუ შენ კვირაში 7 დღეს ივარჯიშებ 4 საათი, მაშინ შენ გადაიწვევი და აღარ გეყოფ ენერგია. ანუ უნდა შეიმუშაო ისეთი სისტემა და ისეთი გეგმა, რომელიც გრძელვადიანი პერსპექტივით იქნება შესაძლებელი რომ შეასრულო, რომელიც არ გადაგქანცავს და გამყოფებს სტაბილურ ტემპში და რეჟიმში. მე ამა და ამ დღეს დაუშვათ ორშაბათიდან პარასკევამდე წავიკითხავ 50 გვერდს. იმის მიუხედავად მაქვს თუ არა მოტივაცია და სურვილი ამის გაკეთებისა. მესამე ნაბიჯი სისტემის შექმნისკენ. შენ უნდა აღმოაჩინო რა არის ისეთი რამ, რაც გაშორებს შენს მიზნებსა და პროდუქტიულობასა და შრომას. რა არის ისეთი რამ, რაც ყველაზე მეტად გიფანტავს ყურადღებას და გავიწყებს შენს მიზნებსა და მისწრაფებებს. რა არის ისეთი რამ, რაც მიგიწვება სიზარმაცისაკენ და უმოქმედობისაკენ. ეს სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში შეიძლება იყოს სხვადასხვა რამ. მაგალითად, ერთი ადამიანის შემთხვევაში შეიძლება იყოს დაუშვათ გართობის სურვილი, გარეთ გასვლის და დროის მეგობრებთან გატარების სურვილი. მეორე ადამიანის შემთხვევაში შეიძლება იყოს დროის კომპიუტერთან ან ტელეფონთან, სკროლვაში ან გეიმინგში გატარების სურვილი. მესამე ადამიანის შემთხვევაში შეიძლება იყოს სულაც ძილი და ასე შემდეგ, ხო მიხვდი? უკვე როდესაც იპოვე იმას თუ რა გიშლის ხელს ყველაზე მეტად, ამ შემთხვევაში შენ მოგიწევს რომ დააბალანსო ეს, ან თუნდაც მთლიანად ამოიღო შენი ცხოვრების სტილიდან. შეიძლება რთული აღმოჩნდეს ეს შემთთვის. შეიძლება კი რა თქმა უნდა რთული იქნება, მაგრამ გაიხსენე პირველი ნაბიჯი. შენ ახო მამიზნის განხორციელება რეალურად ჭეშმარიტად გსურს. ხო და მაშინ მზად უნდა იყო რომ გაიღო ნებისმიერი სახის მსხვერპლი. მაგალითისთვის ავიღოთ სკროლვა, ანუ სკროლვა გიშლის ხელს ძალიან. მაშინ ისე უნდა გააკეთო რომ შენს პროდუქტიულობაზე არ აისახებოდეს და გავლენას არ ახდენდეს ცუდად. დაუშვათ შეგიძლია რომ
აი დაბალანსებული გამოყენების მაგალითი. შენ შეგიძლია რომ პროდუქტიული და შრომითი დღის შემდეგ შენს თავს გაუკეთო ასეთი შესვენება და დააჯილდოვო, ასე ვთქვათ, და სკროლო. ეს შენთვის სასიამოვნო იქნება და ტვინი ამ პროდუქტიულ ქმედებას საბოლოო ჯამში დააკავშირებს შემდგომში ჯილდოსთან. ანუ ყოველი პროდუქტიული დღის, პროდუქტიული მონაკვეთის შემდეგ შეგიძლია დააჯილდოვო საკუთარი თავი სკროლით. ან ისეთი აქტივობით, რომელიც შენთვის სასიამოვნოა. გაითვალისწინე ერთი რამ, არ არის აუცილებელი რომ მთლიანად ამოიღოს რაღაც რაც ხელს გიშლის შენ. არამედ მთავარი არის დაბალანსება. ის თუ როგორ უნდა დააბალანსო სხვადასხვა მავნე, ჩვევა და ხელისშემშლელი ფაქტორი, კიდე ცალკე საკითხია, რომელსაც ცალკე განხილვა სჭირდება. ამის შესახებაც ვეცდები რომ ჩაგიწერო ვიდეო. ახლა მე რა ნაბიჯებიც ჩამოგითვალე და რა მითითებებიც მოგეცი, აუცილებლად ჩამოწერე ფურცელზე, თორე აზრი არ ექნება. ანუ ამ ვიდეოს რო უყურე აზრი არ ექნება თუ არ ჩამოწერე, რადგანაც ძალიან მარტივად დაგავიწყდება. შეიძლება მეორე დღეს აღარც კი გახსოვდეს და სულ დაივიწყო ეს შენი მიზნები და ისევ ფეხებზე დაიყიდო, მაგრამ არა, ჩამოწერე და გააკარი თვალსაჩინო ადგილას. დაიმახსოვრე, შენ იმისთვის მსხვერპლი უნდა გაიღო, რაც რეალურად გინდა. ასევე კიდევ დაიმახსოვრე ერთი უმნიშვნელოვანესი რამ. ცვლილება იწყება ახლავე, ამ წუთიდანვე. თუ შენ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ შენს თავს ეთქვი რომ მოდი ხვალ დავიწყებ პროდუქტიულობას, ხვალ დავიწყებ ცვლილებას და ხვალ დავიწყებ მიზნისკენ სწრაფას, რა უჭირს? ეს მოდი დავისვენებ, კარგად მოგემზადები შემდგომი დღისთვის. აი ამას თუ იტყვი და სკროლას თუ დაიწყებ და რაღაც ცვლილებას თუ დაიწყებ, მაშინ აზრი არ აქვს, საერთოდ აზრი არ აქვს. მასეთი განწყობით და მასეთი ქმედებებით დამიჯერე რომ ვერაფერი ვერ გამოგივა. დაიმახსოვრე, მოტივაცია მოდის და მიდის, რადგანაც ეს არის ემოცია, ემოციები კი მოდიან და მიდიან. სისტემა და სტრუქტურა კი ყოველთვის რჩება. შეადგინე ეს სისტემა დღესულ, ჩამოწერე ეს ყველაფერი და ეს შენთან დარჩება. ეს ვიდეოც დასასრულს მიუახლოვდა. კარგი იქნება თუ გამოიწერე არხს, რადგანაც შენ თვითონაც კარგად იცი რომ ასე დაეხმარები ამ არხის განვითარებაში. კაი იქნება თუ გადააზრიარებ და ალაიქებ ვიდეოს და ასევე აბა დატოვე კომენტარი და მითხარი რას ფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით. ან გაქვს თუ არა რამე კითხვა კონკრეტულად რამესთან დაკავშირებით და უშუალოდ სისტემის შედგენასთან დაკავშირებით. ნებისმიერი რამე დამატებით კითხვა თუ აქვს, დაწერე და მე გიპასუხებ აუცილებლად. ახლა კი დროებით და გისურვებ თვითგანვითარებას.